ალბათ გეორგი მაყურებელი თურმე გველოდება დიახ ეთერში ხართ გისმენთ გამარჯობათ ბატონო დავით გამარჯობათ ბატონო გიორგი მოგესალმებით ბატონო გიორგი თქვენთან გვაქვს ასეთი შეკითხვა დავარქვათ ამას თუ რა ხდება ბოლოს და ბოლოს თბილისში ამ არჩევნების შემდეგ რა დაესწრნენ ამ პოლიტიკებს წარმოუდგენელი სურათია რა თითქოს და არჩევნები დამთავრდა და დამთავრდა ყველაფერი რიგზე დადგა და არიქა ოღონდ ესე მოვიშოროთ აქედან და მეტი არაფერი მე თვითონ თოლვილი გახლავარ და სახლის ვარ და კარგით მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს გულგრად იყო ამ საკითხის მიმართ იყო არჩევნები ორჯერ მიმიღია არჩევნებში მონაწილეობა და ორივეჯერ ამ პრეზიდენტს მიეცეხმა ახლა წარმოუდგენელია იმ პრეზიდენტის საქციელი როცა ამას უყურებთ რა ხდება გასო ის როცა იყვანეს ფოცხოში ეს ხალხი მე წალენჯიხიდან გახლავარ რა თოლვილი ვარ აფხაზეთიდან მაგრამ წალენჯიხაში დაბადებული კაცი ვარ და ვიცი ის ადგილი იქ რომ გელს გამოუყო ბინა ბატკანი წაუგდო ყოველდღე ის ვერ იცხოვრეთ ზიკა მე ეს თოლვილები რა ფაქიზი რამე არის თბილისმა იგზო 15 წუთით რა არის თოლვილობა რა ხო იგზო როცა რუსი შემოდიოდა და თქვენ არ გეხებათ ეს და ზოგიერთები მიაწვდნენ და გასასვლელი არ იყო აზერბაიჯანის და სომხეთისკენ რა კახეთის ტრასაც ხო იყო ასე რა არა ეს ერთი წუთითაც ვისაც ვერ წარმოუდგენია რას ნიშნავს თოლვილი მაგაზე ლაპარაკის არ იქნება ადეკვატური თოლვილი არის ეს ჩვენი უბედურება ეს ჩვენი რაღაცა და ამ ხალხს იმის მაგივრად რომ შეუმსუბუქოთ ის უნდა წამოვაყვეთ რომ ზოგმა ორი ბინა აიშენა ზოგმა სამი იმ ხალხს სხვა გზა არ ხონდა ეარსებად უნდა იმძოლეს და რაღაცები იშოვნეს და ზოგიერთმა რომ ვერ იშოვნა ისე დარჩა იმ ბინებში ხო ვაცალოთ ეს მაინც და მაინც იქიდან გამოდევნა და იმების სხვაგან გადაყვანი გაკეთება თბილისში საქმე ეს რო განმეორდეს ასე მიძლია რა ამის გარშემო ვიყო გულგირილი რა ამას მე მგონია გადაცემას პრეზიდენტის აპარატიდანაც უსმენენ და რაღაცა და მიიღებენ შესაბამის ზომის როგორ მეორე შემიძლია შევეხო ამ გარე ვაჭრობას რა ეს გარე ვაჭრობა არის ჩვენი ცხოვრების მოვლენა რა ჩვენ რა დროშიც ვართ ისეთი ვაჭრობა არის თორე წავიდეთ სხვაგან ევროპაში და ნახეთ დიდ ქალაქებში რამდენი ბაზარია 700 ბაზარია თბილისში რატომ და 700 ბაზარი თბილისში ყველას ასრებს და არსებობისთვის იბრძვის რა კიდე კაი რო ჩვენ პატიეზებში არ უზიან ამ გიგი უგულავას და იმას და იქ არ იყიდება ეს თვალები და კიტრი და პამიდორი მე ეს რა განცხადება იყო მე არ მოველოდი ბატონი გიგისგან იმ განცხადებას რომ გარე მოვაჭრეებს გარშემო სიგა მოვაჭრეებმა თხოვეს რომ გარე მოვაჭრეების შემოვა რაღაც რეალად აბსურდულად ღერს რა მაშინ და მაინც არჩევნების დამთავრების შემდეგ იყო ეს თხოვნა რა არის ეს არ მიხარია მე წინააღმდეგი ვარ ახლა ძეხვი და ხორცი და ის გაიყიდოს გარეთ მაგრამ ეს ცხოვრება ასეთი ჩვენი ცხოვრებაა თორე ბაზარი არის სუპერმარკეტი რო შევა ეს საქონელი სოფლიდან ჩამოტანილი იქ ვიყიდით ყველა ამას ხოსორია მაგრამ იქ რაღაცა პატარა ფასია სხვაობა პატარა ამასია და მიეცეს უნდა ამას ყურადღება ძალიან გულდასწვარი ვარ ამაზე და მე მგონია ბევრი სას მიზიარებ რა განსაკუთრებით თოლვილებზეა მაგ ლაპარაკი რა როგორ შეიძლება ამ ჩემთვის მაგალითად ოსეთიდან თოლვილები აქ რო გაივლი კიდე წაირო ჩხაროსული ტრასაა იქადა ჩხარა გაივლი ამას იმას რო კაცი შეხედავს იქ სიცოცხლის ნიშანწალი არის ისე ჩამწკრივებული საქმეები როგორ ცხოვრობს ეს ხალხი იქ ანდა ფოცხოში როგორ უნდა იცხოვროს გასმა წარმოუდგენელია რა დაბადიეთ რა ემოციურად ლაპარაკი დიდი მადლობა ძალიან საინტერესო და დროული პასუხი იყო თქვენი შეკითხვა იყო ბატონო გიორგი მერიდებოდა ამ თემაზე საუბარი და მეც მინდა ეთიური დავამატო აი სულ შემთხვევით ჩვენ აგერ ელიავას ბაზრობაზე გავიცანით მაღაზიაში ადამიანები ვინც თოლვილები არიან ჩემი ხელოსანის ყავდა წაყვანილი თანი ყვარჩევდით განათებებს და ამ ჩემ ხელოსანს ქონდა ის უთვაი კამერს მილებს რო აწებებს აი გულუწყდება ქალბატონმა მათო ხელადედები იყვნენ სხვა შორის და ჩვენთანაო იმაში რას ეძახიან აი ამ ჰოსპიტალში შეგვასახლესო და არც ერთ წყალი არა გვაქვსო ნომრებშიო პალატებში უფრო სწორედ და არც საპირფარეშო და ეგებაო დაგო ისა უთოთი გაგვიკეთოთო
წავიყვანეთ და გავუკეთეთ და რა ვნახე, იცით ბატონო გიორგი, შეიძლება მოგაბეზრეთ თავი, მაგრამ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას რა ვნახე ამდენი ტოლი ესე ერთად 36 ოჯახი ცხოვრობდა ერთ სართულზე. თან სართულზე ტუალეტი იყო საშინელება. და წითელ ჯვარს თვითონ დაუქირავებია ხალხი და საფრიფარიშოს გაუკეთებია და დუშევა ის რო ეძახიან. აბაზენა კი არა, ეცხელი წყლით რო ტანი დაება. 36 ოჯახს ერთი ქონდა. აი მე მართლა შემეცოდა ეს ხალხი და ორ ოჯახს ჩვენი ხარჯები ჩვენ გაუკეთეთ ესეც დუშევა ის რო ეძახიან და ეს მიუერთეთ წყალის და ყველაფერს. სავსებით კანონიერად ჰქონდათ მათ ეს პალატები აღებული. აი ღამის 10 საათზე მისულან და უთქვა დილის 6 საათზე დაცალეთ. აი ეს რა მიდგომა არის. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს დავაფიქსირეთ არაერთი დარღვევა. ჩვენ აი იმ დღიდან, როდესაც დაიწყო ეს გამოსახლებები, ჩემი თანამშრომლები იმყოფებოდნენ ყველა ობიექტზე. ჩვენ ასევე გვქონდა რა თქმა უნდა საუბარი თავად დევნილებთან. Conda ასევე საუბარი იმ პირებთან, რომლებმაც ჩვენ მოგმართეს, რამდენიმე ჩვენ თვითონ დავეკონტაქტეთ. მინდა აღვნიშნო, რომ მთელი რიგი პრობლემები გამოიკვეთა. პირველი მე მინდა აღვნიშნო, რომ კანონის მოთხოვნაა დევნილს არანაირად არ უნდა გაუარესთეს საყოფაცხოვრებელ პირობებში. თქვენ თვითონ ახსენეთ იგივე ჰოსპიტალი, მე შემიძლია ასევე შევეხო თამარაშვილის გამზირზე მდებარე ყოფილი ამიერკავკასიის ჯარების სარდლობის შენობას. იქაც მე ჯერ კიდევ უთოში მუშაობის პერიოდში ვარ ნამყოფი, როდესაც აგვისტოში 2008 წელს მოხდა შიგნით დევნილების შეყვანა. იქაც არანაირი პირობები არ იყო შექმნილი ნორმალური ყოფითი პირობები ცხოვრებისთვის. მაგრამ პირველ რიგში, გარდა იმისა, რომ არ უნდა გაუარესთეს დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები, აუცილებელია, რომ დევნილისგან იყოს კონკრეტული თანხმობა იმაზე, რომ მან დატოვოს კონკრეტული სასწავლებელი. ხარჯებულება უნდა დაიწყოს. რა თქმა უნდა არსებობდეს, ეს ეხება დევნილებს, რომლებიც დამისამართებული არიან კონკრეტული სამართლებრივ. მაბაძეთ ჰოსპიტალში დამისამართებულები. თუ არ ვწდები, რაც შეეხება ამიერკავკასიის ჯარების შენობას იქ არ იყო დამისამართება და მე ეჭვი მაქვს რომ ჰოსპიტალში ძალიან ბევრი იყო რომელსაც დამისამართება არ ჰქონდა. ეხლა არ გეტყვით რა ხდება, ბოლო 2 წელიწადია ფაქტურად შეჩერებულია რეგისტრაციის შეცვლა. მოუწესრიგებელი იქნება გამომდინარე რომ სამინისტროს პოზიცია რომ ახორციელებს სტრატეგიას და არ ცვლის მისამართებს. ბევრი დევნილები იყვნენ ჰოსპიტალში და მე სხვა დევნილებით შეიხიზნენ იქა, მაგრამ ეს დავანებოთ თავი ამ შემთხვევაში დამისამართებას რა. არის რამდენიმე კატეგორია. არის ერთი კატეგორია, რომელსაც თქვათ მიღებული აქვს კომპენსაცია კოტეჯის სანაცვლოდ, ხაზს გაუსვა. არის კატეგორია, რომელსაც თქვათ ერიცხება რომელიმე კომპაქტურ ჩასახლებაში საცხოვრებელი ფართი. არის ადამიანები, რომელსაც არც კომპენსაცია აქვს ჯერ მიღებული, არც არანაირი ფართი არ ერიცხება. ისინი თქვათ თუ სურვილი აქვთ, რომ საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ მიიღონ კომპენსაციას, ეხება უკვე დევნილების ახალ ტალღას, მათ უნდა მიიღონ თქვათ ეკვივალენტი $10,000. ეს არის კომპენსაცია კოტეჯის მაგივრად, ან მათ უნდა შეთავაზონ კონკრეტული საცხოვრებელი ფართი, რომელიც აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს, რომელსაც რეალურად უნდა აკმაყოფილებდეს. ჩვენ ვაწყდებით პრობლემას. არის კატეგორია, რომელიც ამბობს, რომ საერთოდ კომპენსაცია არ მიუღია და ელოდება, თუმცა თანხმობა გამოთქვა, რომ მიეღო კომპენსაცია. არის კატეგორია, რომელსაც არ უნდა კომპენსაცია და უნდა საცხოვრებელი, მაგრამ ეს საცხოვრებელიც არ აქვს მიღებული. ჩვენ ახლა ავდექით და დღეს მე გავაგზავნე ჩემი წარმომადგენლები ყველა იმ ადგილში, სადაც მოხდა გამოყვანილი დევნილების გადაყვანა. ეს ეხება იგივე წალენჯიხის რაიონის ერთ-ერთ სოფელს, სადაც გადაიყვანეს ეს ხალხი საცხოვრებლად და დღეს ჩემი წარმომადგენელი იქ იმყოფებოდა, ხოლმე მექნება ზუსტი აღწერა იქ არსებული მდგომარეობა. მე როგორც ვიცი, იქაც არის სერიოზული პრობლემა. კაცად დავით გვარი დამალვა გონი ბელქანია, ახლების წარმომადგენელია წალენჯიხში, საკრებულოში. მისი განცხადება გავრცელდა გუშინ, რომ არც წყალმომარაგება სინათლეც არ არის და ხოლმე მექნება ასევე ფოტოსურათები, იქიდან გამომდინარე ვთხოვეთ ჩემი პრიორიტეტი ბოლო 6-7 თვე არის სწორედ დევნილები, ჩვენ ვამზადებთ ახლა სრულ სპეციალურ მოხსენებას. მაგრამ თუ თქვენ საიტზე გამოვაკრავთ აი ამ სურათებს, რა თქმა უნდა, მექნება საშუალება შევაფასო იქ არსებული მდგომარეობა, ვინაიდან ჩვენ ზუგდიდში გვაქვს ოფისი და იქ სპეციალურად ერთი ადამიანია ჩემი თანამშრომელი, რომელიც დევნილთა პრობლემებზე მუშაობს. მე კიდე მინდა თქვენ ახსენეთ ზეპირი გაფრთხილება ასე იცით, როდესაც ხდება გამოსახლება, არსებობს კანონის მოთხოვნები, რომელიც დაცული უნდა იქნას და გარდა ამისა, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება არსებობს კონკრეტულად. ამაზე პაატა ზაქარიშვილმა აგბრძანა, რომ კანონი იცავს სტოლილებს. სტოლილების დაცვის მუხლებში ესეც წერია, რომ
მასთან შეთანხმებით, მასთან ვერ გაიყვან ვერცებ მიუხედავად იმისა იგი დამისამართებულია თუ არა თუ გააჩნია დევნილის მოწმობა იგი არის რეგისტრირებული როგორც დევნილი რა თქმა უნდა არსებობდეს სამინისტროდან კონკრეტული თავი ესე იგი უკანონობა იყო აი დამისამართებულიან დევნილის მოწმობიანი ხალხის გაუფრთხილებლად გაყრა მაგრამ აბატონო რა პაატა ზაქარიაშვილმა ბრძანა რომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაღაც ცირკულარი გამოუქვეყნებია სათავის საქმე უწყება რაღაც დოკუმენტი რომელიც აი ესე იწყება რომ თუკი განსახლების სამინისტროს თანხმობა არის თუკი საუბრობის აფხაზეთის საუბრობის თანხმობა არის და ეკონომიკის სამინისტროს სურს რომ შენობა გაიყიდოს მაშინ ხდება და იქაც დარღვეულია კანონი 5 დღეა გაფრთხილება ტარდება ადმინისტრაციული წარმოება 5 დღით ადრე არსებობს კანონის ჩანაწერი დევნილთა კანონის დაარღვევა ამ 5 დღეში დევნილს აქვს საშუალება გაასაჩივროს გეთანხმებით ამ მოძებნას ალტერნატივა გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში და შემდგომ შეუძლია ასევე მიმართოს ეს 5 დღე ძალიან ცოტა არის ამ თავი დავანებოთ იმას რომ 5 დღე თქვა გეთანხმებით რომ არც ესე დიდი მონაკვეთია დროის, მაგრამ ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც ასევე ცარიელი ოქმები იქნა ფაქტიურად მიტანილი, იგივე ეს დაგვიდასტურეს ჩვენებმა, სათითაოდ ჩავყვებით ყველა დევნილის კონკრეტულ საკითხს. კი ბატონო, აი ეს კანონი მიღებული ხომ იყო, მე ძალიან კარგად მახსოვს 2007 წლის 9 აგვისტოს ჩვენ აი ეს ვერაგულად შემოგვივარდა ეს ვანო მერაბიშვილის 350 პოლიციელი დავთვალე იმგვამეს. და მაშინ ტყუილი გააკეთეს ეს ტყუილი აქცია დაუკაკუნეს ჩვენს ომებს ტექნიკურ პერსონალს და ბომბი არისო შენობაშიო და გააღეთ კარები გაიყვანეს ის ბიჭი მოტყულებით ხომ შევიდა მაშინაც იყო ეს კანონი 5 დღით ადრე გაფრთხილება ჩვენ შემდგომში ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ვკითხეთ რატომ გაგვიკეთეთ ეს აბა ჩვენ 5 დღით ადრე გაგვიფრთხილებინეთ თქვენ პიარს ააგორებდითო და აღარ გახვიდოდით აი აქ ჩვენ საუბრობთ კონკრეტულ დარღვევებზე ეს არის პროცედურა გაწერილი როგორც დანებაში ეთქობა აქაც ესე გააკეთეს კონკრეტული მუხლი ითვალისწინებს ამას 172-ეს მესამე ნაწილი თუ არ ვწდები ჩვენ აქ ვაწყდებით კონკრეტულ დარღვევას ეს ხო დარღვევა იყო იგივე ჰოსპიტალში იგივე იმაში გამოცემლობის შენობაში იგივე აბარაკოს შენობაში ტოტალურად რომ 3000-მდე ოჯახია ძალით გაყვანილი. დოკუმენტი რომ ჩემხელთ აღმოჩნდეს, რათა რეალური სამართლებრივი შეფასება მიეცა. იყო შემთხვევები, როდესაც გაფრთხილებას ჰქონდა ადგილი, თუმცა რამდენად იყო. ის და დავანებოთ თავი გაფრთხილებას, მე უშუალოდ მაინტერესებს, ვთქვათ, რეალურად, როდესაც დევნილებს შეუცვალეს საცხოვრებელი ადგილით, ნებით თუ იძულებით, რამდენად არის დაკმაყოფილებული აი ეს ელემენტარული საჭიროებები, რასაც ითვალისწინებს კანონი და რეალურად გაუარესება არანაირად არ უნდა ხდებოდეს. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ვიძახ თითოეული ობიექტი, სადაც გადაყვანა. მე მქონდა სხვათა შორის შემთხვევა, რომელიც ასევე ასახულია ჩემს განცხადებაში, როდესაც დევნილები გამოიყვანეს სხვათა შორის და მათ შეუცვალეს საცხოვრებელი, ეს იყო თვალჭრელიძის ნომერი 2-დან საყვირის ქუჩაზე იქნა გადაყვანილი დევნილები, ჩვენ როდესაც შევისწავლეთ ეს კონკრეტული ფაქტი, აღმოჩნდა რომ მათი საცხოვრებელი პირობები რეალურად ვერანაირ მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებდა. რა ბედიეცია. ნუ რეალურად ჩვენ ამას ყველანაირ რეაგირება გაკეთდა ჩვენი მხრიდან და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან კი ბატონო, დაუფიქსირეთ ხელისუფლებას რომ ცუდად მოექეცით ამ ადამიანებს. შემდგომში რა ბედიეცია. შემდგომ უკვე სამინისტრომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები და გამოასწოროს. აი სამინისტროს არ აინტერესებს. მაპატია დღეს ამერიკის ელჩმა თქვა რომ 83 მილიონი დარჩაო, 1 მილიარდი დოლარი დანაო და ეს მოხმარდება 6000 ოჯახის კეთილმოწყობასაო. შეუძლია იგივე ამერიკის საელჩო მონიტორინგი ჩაატაროს, აი ჩემს მიერ გამოყოფილი თანხებით რეალურად გაუმჯობესდა თუ არა, აი ამ 6000 ატოლის საცხოვრებელი პირობები. რატო ენდობიან? გითხრათ რომ ხა მე ნამდვილად ვთქვათ ვერ მივცემ ვერანაირ მითითებას და რეკომენდაციას, თუმცა მე მინდა გითხრათ რომ ანგარიში, რომელიც ჩვენ ახლა მოვამზადეთ და ძალიან მალე გახდება იგი საჯარო, 5 დამატებითი თანამშრომელი გვეხმარებოდა სწორედ ამის გაკეთებაში, ყველა კომპაქტური ჩასახლება ჩვენს ანგარიში იქნება აღწერილი და თითოეულის პრობლემა იქნება ამ ანგარიში დაფიქსირებული. ეს თემა ძალიან ფაქიზი არის და თქვენი ჩარევა ალბათ უფრო წაადგება საქმეს, იმიტომ რომ მოდით შევთანხმდეთ ძირითადში ეს გადამულია ერთმანეთთან ტოლილების სადმი მოპყრობა და გარემოვაჭრების საქმე, იმიტომ რომ გარემოვაჭრეთა 60-65% ტოლილები არიან. თუ კი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს დასაქმებას ტოლილებისა, მათ თვით დასაქმებას მეკვაც ხელი. აქედან გამომდინარე, აი ამ ტოლილთა თემაზე გადამულია ჩვენ და უნებურად ეს რეალობა არის
გარევაჭრობა. აი გარევაჭრობაშიც მაპატია და ცოტა ბარბაროსულად იქცევიან. მე აი პირველ დღეს ბატონი სოსოცინცაზე მყავდა და აი მაშინ ვაპროტესტები ამას და კომპენსაცია წინა შეთანხმებოდნენ თურმე სულ 4000 გარემოვაჭრე ყოფილა ხო დავაპარაკებოდნენ წინასა ყველა ამ სუბიექტს ამ გარევაჭრობისა ეთქვათ რომ აი ამ დღიდან შეწყდება თუ კი რაიმე ხარჯები გექნება ჩვენ შეგეზიარებით 100-150 ლარი თითო აი ამ გარემოვაჭრისთვის გამოიყო მერიას მე ვიანგარიშე სულ გამოვიდოდა 400-500 ლარი 780 მილიონი ლარი არის თბილისის ბიუჯეტი 400.000 არაფერი არა ერთი კონცერტის თანხა არის ხო მიეცა და ეთქვათ მოდით დაგეხმარებით თქვენი ამავლადიდების დახურულ ბაზარებში გადატანაზე. აგერ ინაშოზე გახსნება, საბურთალოზე გაიხსნა, მგონი დანთანაც იხსნება. აი რა ცივილიზებულად მომხდარი ბევრი გარემოება გასათვალისწინებელი, რა თქმა უნდა, ასევე ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ამ ადამიანებს რეალურად არ ულხინ და შეიძლება თვითონაც არ წავიდნენ ქუჩაში ყიდიდან პროდუქტს. შეიძლება არც მყიდველს არანაირად უნდა მოხდეს ამ ადამიანების, თქვათ, ეკონომიური საქმიანობის ხელშეშლა და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, ხო? ყველას კარგად გვესმის, რაზე ვსაუბრობთ. გასაგებია, რომ დედაქალაქის ხელისუფლებას სურვილი აქვს გარკვეული წესრიგი დაამყაროს, თქვათ და იზრუნოს იმაზე, რომ სანიტარული მაგრამ ამას რა თქმა უნდა, მომზადებული უნდა შევხვდეს. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად და გარდა ამისა, მე მოვისმინებ, თქვათ, იგივე მოვაჭრების მხრიდან, ისინი არაერთ არგუმენტს აყენებდნენ, თქვათ, იმაზე, რომ მათ არ დახვდათ არანაირად კეთილმოწყობილი, თქვათ, სავაჭრო ადგილი, იქ იყო რაღაცა ნაგავი, მიწაყრილი, ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ცხადია, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე და ვიცით, რომ საკმაოდ მრავლად იყო ქალაქის ტერიტორიაზე, თქვათ, გარემოვაჭრეები, აბსოლუტურად. აი იგივე, როდესაც საუბრობთ დევნილების გადაყვანაზე, თქვათ, და მათ საცხოვრებლით ნორმალური საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. გასაგებია, რომ რაც უფრო სტაბილური საცხოვრებელი ექნება თუნდაც დევნილ ადამიანს, თქვათ, კეთილმოწყობილი და ეცოდინება, რომ თქვათ 2-3 წლის მერე არავინ არ მოაკითხავს იქ და არ ეთქვის, რომ შენ აქ უკანონოდ იმყოფები და უნდა გახვიდე. ეს შეიძლება მისთვის უკეთესიც იყოს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ. როდესაც არის კონკრეტული მოთხოვნები, ისინი უნდა იყოს დაცული და როდესაც პროცესი იწყება, მე არ უნდა ყოფდეს თავს ამდენი პრობლემა და არ იწვევდეს ამდენ უკმაყოფილებას და საკმაოდ საფუძვლიანს ძალიან ხშირად. განაცხადეთ სააგენტოში არის თქვენი განცხადება რომ მეტი კომუნიკაცია საჭირო დევნილებთან არის თქვენი კეთილი სურვილია ჩემი უშუალო აგებულიც არის ეს სამინისტრო როა მაგათი კომუნიკაცია უნდა ჩემი უშუალო აზრია ბატონ დავით და მე ამ პრინციპის მომხრე ვარ რომ დევნილს უნდა წინასწარ ეჩვენოს ის თუ სად გადაყავთ იგი მას უნდა კონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება დევნილმა უნდა იცოდეს თუ იცვლის იგი საცხოვრებელ ადგილს თუნდაც სადაც არ არის დამისამართებული უნდა იცოდეს სად გადადის რა ელოდება მას რა პირობებს აი მე გუში მესაუბრა ერთ-ერთი პრობლემის ფოცხო ეწერი ქვია თურმე იმალკის ფოცხო ქვია იმალკის კი ბატონო აი მგლების ხროვა დადის თურმე ანუ მგლების ხროვა დავიდანებე იქ არის კიდე სხვადასხვა პრობლემები მე ხვალ მექნება ზუსტი ინფორმაცია არა აი ეთყობას იმიტომ რომ მოუწესრიგებელია ამიტომაც არაყენებენ საქმის კურსში ტოულებს სადმე შეიძლება ესეც იყოს გარკვეულწილად და რატო აქვს ესეთი გულგრილობა რატო შისამ სამინისტრო თქვენ თავად ისურვეთ რომ მეტი კომუნიკაცია უნდა გქონდეთ დევნილებთან იმას რომ დევნილმა წინასწარ იცოდეს რა ელოდება მარტო დასახელება კი არ იცოდეს იმ ხალხებული ფაქტის სადაც გადადის არამედ გქონდეს ინფორმაცია სწორედ ამ სუბელიანის კანტორას უნდა რომ აი სასურველი რეალობად გამთავრებულია მზადაა წადით ითანხა ამერიკელების გამოყოფილია. ამერიკელებს ვატყულებთ, ტოულებს ვატყულებთ, საზოგადოებას ვატყულებთ, რომ ნორმალური პირობები არ ყოფილა იქ ნორმალური. ეს ხო ბოროტება, სამინისტრო ეს ოფიციალური დაწესებულება. როგორ შეიძლება რომ სხვადასხვა გამოვითხოვე დეტალური ინფორმაცია, იმედი მაქვს რომ მივიღებ, სადაც ვითხოვ საფრთხეოდ მითითებას კონკრეტულად ვინ იქნა გაყვანილი იმ შენობიდან, საიდანაც განხორციელდა, რა მიეცათ, რითი დაგმაყოფილდნენ, რამდენ პირზე დარჩა გასაცემი კონკრეტულად ესა თუ ის კომპენსაცია. ანუ მე მჭირდება სრული სურათი იმისთვის, რომ ამას მივცეს. თუ არ მექნება ინფორმაცია, მე უკვე მომიწევს ვარაუდით გავაკეთო გარკვეული შეფასებები კონკრეტულად. აი ეს შემთხვევას გეტყვით, მე გითხარით, აგერ ტოლულებს ძალიან ბევრს ვიცნობ. კონდათ ამ ადამიანებს ეს ტოლულის საბუთი. მივიდნენ აი ამ სამინისტროში, მეგევნებით სამაჩაბლოდან დევნილებზე. არის ხმაუროთო ის შენობა გაყიდული არისო და ამიტომ გაყარესო უყველო ერთი თვე გაძილითო სადმე თავი შეინახე და დაგაკმაყოფილებ ბინით. აი როგორ შეიძლება ესეთი ის რა არის, ჩემთვის ესეც მიუღებელია. რა თქმა უნდა. არის ეხლაც რამდენიმე ფაქტი, ჩემთვის გახდა ცნობილი დევნილებს, მიიღებთ კომპენსაციას წელს. ის რა არის ეს
შემდგომ გავგება რა ადამიანი თუ გარეთ დარჩა და მას მოლოდინი აქვს, მან უნდა იცოდეს ზუსტად, როდის მიეცემა. დოკუმენტალური გაისუნა მისცეს გარანტია რომ მიიღებს. ასე ამ წელს მიიღებს. ადამიანი არ უნდა იმყოფებოდეს მოლოდინში და გაუგებრობაში, იქიდან გამომდინარე მას არ აქვს ზუსტი იგივე ეხება იმას თუ სად მივდივარ მე საცხოვრებლად კონკრეტულად იქნებ კარგად გილას გადავდივარ გარემონტებულია იგივე შხაპიც აქვს წყალიც აქვს და მომწონს მაგრამ წინასწარ ხომ უნდა ვიცოდე სად მივდივარ კარგი გადაგიგე ძალიან მახარებს რომ ესე კატეგორიული და პრინციპული ხართ დევნეთა უფლებების დაცვაში მოდი ჩვენ მაყურებელი შემოვიყვანოთ გისმენთ დავით მიგესალმები თქვენს სტუმარს ბატონო დავით დიახ გასვით ხო ჩემი? კი, გასმის. მე გამოვეხმაურები წინა შემოსვლას. ორჯერ მივეციო ხმაო, მიხაილ სააკაშვილო. და მე მთელი რიგი ჩამოთვალა, ხო? კი. მეთანხმებით. მაგისთან ადამიანი არამს თუ უნდა გააგდო აქედან. არამედ აი ფეკალურ ჭაობს უნდა ჩაახჩო. არა, კატეგორია. გამეთანხმეთ რა. და უნდა ასე უნდა იყოს თავისი მთელი ცხოვრება. და ეხლა მეორე ბატონ დავით. ეხლა უბრალოდ ცოტა გადაუხვევ იმიდან, რა ქვია და მე თქვენ გამსაჯეთ. სამი წელიწადია პროკურატურაში საქმეა. დადებულია მტკიცებულებები. მე ვარ ჯემალ ზეროლიანი. ფორუმიდან არავისთვის არ მიმიკითხია და არავისთვის დახმარება არ მინდა. ვიბძვი სამი წელიწადია პროკურატურაში. და პასუხს არ მაძლევენ. ვეუბნებ დაუწერე ორჯერ რომ მომეცით პასუხი ჩემ განცხადებაზე. არ მაძლევენ. და ის მოწინავდა ხარე. აი ეს მაიარ უხაძე, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობიდან გეტყვით. ნაციონალური მოძრაობიდან და აბსოლუტურად იყოს მე 88 წლიდან ვარ ეროვნულ მოძრაობაში დაწყებული მონარქისტებიდან კონსერვატორებიდან და დღეს ფორუმში ვარ მე არ შემიძლია ჩემი გეზი აი გამაგებია რეშველება რა მე თუ არა აი ბაბაძემა ძალიან საინტერესო და მე თუ კითხავთ კეთილსინისერი სახალხო დამცველი ყავს საქართველოს ბატონი გიორგის სახით არ ვიცი სახალხო დამცველი ბატონო იმეც ვიტოებო გამოვიხმობ საბუთებს ბატონო მოუწა ყველა კითებულებას უყავდა დასამართლებლად სამი-ოთხი თუ უყავთ აი ამ რანგის და ესეთი მასშტაბის სახალხო დამცველი და თავად ჩვენ სახალხო დამცველსაც უჭირს ინფორმაციის მოპოვება ჩვენ გარკვეულად მე მახსოვს თქვენ გააპროტესტეთ კიდევაც თუ კი პროკურატურიდან მას გაუჭირდა კონკრეტული ინფორმაციის მიღება, იქნებ მოგმართოს და ჩვენ მივეხმაროთ, რომ მის განცხადებაზე გამოვითხოვოთ ჩვენ თვითონ ინფორმაცია, იქნებ რაიმე ნათელი მოვფინოთ, თქვათ, მის ამ კონკრეტულ საჩივარს, იმიტომ რომ ჩვენსაც ძალიან მნიშვნელოვანი უბრალოდ რა ხდება რეალურად. გიორგი, კიდევ გითხრათ ანეკდოტი საქართველოს პროკურატურაზე. ან ნახეთ, ახლა ამთორებენ იმდით შენობას შუშაში. ნახეთ, იქ გაშება ყველა გასპრობს ეძახის. ან შავი ფერის რა თუ დადგაცო ჯერ ისედაც ბაპატია და რეპუტაცია აქვს ცოტა არ ბილად რო თქვა უცნაური ამ კანტორას და თან შავი შუშები რო ჩასვე და გასპრობი დაარქვეს მას კაცო და უზარმაზარი ქვის ახ ამერიკაში რეცეპტი და საუბარი ის ახალი შენობა ხო აი მას ძველ პროკურატურის ადრესი რაც მიწევდა ზეუთოში მუშაობდი იქით სიარული ხანე აღყოფილი ბაპატია რა ხაჭმებული ქვეყანა ქვია ჩვენ უკაცრავად აგერ მიდევ ციფრიგულში მოიტანა ბატონმა ვიქტორ დოლიძემ. მიგია 800,000 მოქალაქე ჩვენი ქვეყნისა დახმარებას ითხოვს. იგი შიმშილობის ზღვარის ქვევითგანა. აი ესეთი შუშებში ჩასმული ცათაბჯენივით. სიცხვილე მე მგონი ამაზე არა მიადგნენ ძალოვანი კანტორის ბიჭები და იშენებენ ციტადელებს და რაღაც საზარჯენებს. მოდულში წუხელის გავიარე თინახიდაშვილმა მითქვა და იქაც აღშუშებში უნდა ჩასვან და რა არის ეს რა ამაზე ამ კაბატონმა რა თქვა სასალია თქვენთვის ახალ შენობაში გადადიან და უზარმაზარი ქვის რაღაც იმებზე იცით ბარდილზე წარწერა არის საქართველოს პროკურატურა არაადეკვატურები არიან აბათიათ რა ქვეთით აქვს შენობა ისიც ანაქრონიზმია როგორ შეიძლება პროკურატურაში ეკლესია აბათიათ რა ათეისტებზე უარესები ხარ და ეკლესიას რო იშენებთ იქ და ილამაზებ ცოტა მე არ ვიცი რაღაცა ვისაუბროთ და
გაქვთ იმხელა შენობა, საკმარისზე დიდი ფართობი გაქვთ, რას იშენებთ კიდევ ანოსაჯიბრებით? გაუგებარია ჩემს, მაბადე სუბიექტურია, მაგრამ ამ სტუქში ქვეყანაში ამდენ ტოლოს ვერ უშენებს სახლებს და პროკურატურა იშენებს, ვანამ თუ აიშენამ ეს უნდა ავიშენო. ჯერ ერთმა სისულელე გააკეთა და მეორე სისულელეს აკეთებს. საკმაოდ დიდი შენობა ყოდა ვანომერებიშვილსაც, მთელი ურთაჭალა მაგისი იყო. რა თქმა უნდა, მეორე პოლკის დასახლებაში ფაჩკოს გარმონი რო აიშენა. იცით ვიღაცამ უნდა თქვას, რომ ერთი თუ მაპატე და მიქარავს, მეორე არ უნდა გააკეთოს. არ ვიხი ჩვენის ამდენი ტოლი ყავს. ამერიკა გეხმარება 6000 ტოლის კეთილმოწყობაში გეხმარება და შენ პროკურატურას უშენებ და გაზპრომს რო დაამსგავსეთ იქო. მაბადე სუბიექტური. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თანხები რეალურად მოხმარდეს, თქვათ იგივე დევნილთა საჭიროებებს, მაგრამ მე ჩვენ არ გვექნება საუბარი ამდენ პრობლემაზე, რაზეც ახლა გვაქვს უშუალოდ იგივე, რაც შეეხება თქვათ უშუალოდ ამ საცხოვრებლად უზრუნველყოფის თემას. ხო, პრობლემა ეს ნაციონალური პრობლემაა, ჩვენ დევნილები ვერ მოვაგვარებთ მათი კეთილმოწყობა. შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ ასევე აღრიცხვიანობაზეც, იმას თავარი ყველაზე უფრო მთავარ ჩემთვის არის იგივე თქვენ არ ვიცით თუ ნახეთ საერთაშორისო ამნისტიის ბოლო ანგარიში, რომელიც ეთერში მაგ ხალხი მიუთითებს გარკვეულწილად იმ პრობლემებზე, ისა დავანებოთ თავის საცხოვრებას, იგივე მძიმე სოციალურ-ეკონომიური ფონი, ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, სასაქმე. ხალხს უსვამდა მექნება რა თქმა უნდა ჩემო, თუმცა ერთი ანგარიშები შექმნა, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული შეფასება მიეცეს ფაქტებს, რა თქმა უნდა მე როგორც სახალხო დამცველს ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ადამიანებს გაუმჯობესდეს ყოფა. რაღაც კმეთ, იცი, ამ ადამიანებზე შეიძლება ვთქვა ჩვენ ბევრი ვილაპარაკოთ რაც კონკრეტული ფაქტებზე, რომ ეს ცუდია, მაგრამ ამ ადამიანებს ძირითადად აინტერესებთ ის, რომ კონდეთ ნორმალური საცხოვრებელი, უკეთესი პირობები და კონდეთ საარსებო წყარო. ეს არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. გეთახმებით, ხოლმე თქვენ ასე რაღაცა გასწორდეს ამ მოგოშენ გამოჩნდეს, რომ სურვილი მაინც აქვს ეს, აი თავ ტენდენცია ფლექსიალურად ბატონ გიორგი მე მაღაზიანებს ისეთ აი ჯერ კიდევ ივლისში ვამბობდით რომ ჩვენ აგვისტოში ვიმუშავებთ იმიტომ რომ ვიცოდი რომ ესენი აგვისტოში სისულელების კასკადს აკეთებენ მე რამდენი წელი აგვისტოში აკეთებენ აი ძალადობის დემონსტრირებას ჯერ ესეც არა ღირსეული არაკაცური საქციელია მთავრობა არ უნდა იქცეოდეს ესე ერეშმაკურად რომ შეულებებში მედია სივრცე გასულია კალაგია მოვასწრო დავყავ რაც ესია ეს რა მithქონა მართლა გითხრათ მე არ მოველოდი ესეთი ცხელი აგვისტო რო იქნებოდა და სხვა შორის დღეს თანამშრომლებსაც ვეუბნებოდი რომ კიდე კარგი თქო რომ შეულებებში არ გავედით რამდენიმე ადამიანი ვთქვათ და ის მაინც გვაქვს იმის საშუალება რომ მივადევნათ ყურადღება ვთქვათ ამ თითოეულ ფაქტს და სათანადო შეფასებები გავაკეთოთ და მოვითხოვოთ რომ ამ ადამიანის უფლებები რეალურად იყოს დაცული. თორისა ბატონო გიორგი ხა SMS-ზე მოდის მისამართი შეიძლება ეგება სადმე ვაკითხოთ რომ ჩვენ სახალხო დამცველს რამიშვილის ქუჩა 6 ნომერი. რა ადგილას ეს არის ფაქტიურად ჭავჭავაძის გამზირიდან ზიურს რო გამოცდები პირველივე ქუჩა რომელიც შემოდის მან სოფლიო ბანკის ოფისია დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი რო ეგ მან შედის დგას მაჩვენებელი სხვა და 100 მეტრში დაახლოებით აი ამ ქუჩას როგორც კი დაიწყებ მარცხენა მხარეს არის სახალხო დამცველის ოფისი ასევე ტელეფონებიც რა თქმა უნდა ძველი ნომრებიც და არის ახალი ნომრებიც კი დღეს გირეკავდი და ეს არა ქეჭირდა გასვა სულ დაკავებული იყო თუმცა ბევრი გირეკავდა და ის არის დარჩა ერთი ძველი ნომერი რომელზეც მასიურად რეკავს თუმცა ეს ავტომობილსხა გეუბნება მე რომ ახალ ტელეფონებს მაგრამ ასევე ძველ შენობაზეც არის სქემატურად მითითებული თუ სად გადავედით მაგრამ რეალურად ვებგვერდზე ხა მე ვიცი ბევრი სამწუხაროდ ვებგვერდით ვერ სარგებლობს მაგრამ იქაც არის სქემა თუმცა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ფაქტი ის იყო რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ძალიან მოკლე დროში მოგვაგდა მე სულ ვამბობდი იმას რომ ადამიანს რომელსაც უნდა ჩვენთვის მომართვა ძალიან მალე გადმოინაცვლებს მაჩაბლის 11-დან რამე ზაფხულია სხვა შორის ველოდი რომ იქნებოდა ნაკლებობა და ჩემი თანამშრომლებიც გაკურებული იყვნენ დღე არ გავა რომ დაახლოებით 20-30-მდე განცხადება არ შემოვიდეს ჩვენ იმდენი პრობლემები დახვდა ბატონ გიორგი რასამოთ მართლა ესე არის მაყურებელი შემოვიყვანოთ ეს ბოლო ზარი იყოს გისმენთ დია გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ თომთან მაქვს შეკითხვა. კი ბატონო. წელიწადი და 4 თვეა უკვე გასამართლებულია ყველა ინსტანციაში რა. ჩემი ბიძა არის და დღესაც იმყოფება მეროსაყვობილეში. და არის უკვე რაღაცა 60 წელს უახლოვდება ჯანმრთელობა მძიმე აქვს და
იქნება რაღაცა გადაიყვანონ რაღაცა რა ვიცი ამდენი ხანი შეგვიძლია თქვენ კონკრეტულად რომ თუნდაც სახელს და გვარს იქნება ჩაიწეროთ და რა ვიცი სახელს და გვარს რა თქმა უნდა ჩავიწეროთ დიახ დიახ მითხარით გურამ როგორ გაიწერეთ ალო ეგება შემოვიდეს და ესა თუმცა რა თქმა უნდა ალბათ მაყურებელი გვიყურებს და ძალიან მარტივად შეიძლება ჩვენთან დაკონტაქტება როგორც უშუალოდ ოფისში ასევე შეუძლიათ ვებგვერდით გამოგვიგზავნოს პირდაპირ და ჩვენ რა თქმა უნდა სხვა სამწუხაროდ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა მე რო საპრობილეს თუ ავიღებთ იქ 3500-500-მდე პატიმარია და აქედან მხოლოდ 1200-ია მივიჭრელი დანარჩენი ყველა მისჯილები არიან და ეს აიხსნება იმით რომ სხვა დაწესებულებები გადატვირთულეთ თუმცა რა თქმა უნდა მისჯილი პატიმარი საპრობილის რეჟიმზე თუ მას საპრობილის რეჟიმი არ აქვს კონკრეტულად მისჯილი შესაბამისად განსაზღვრული არ უნდა იმყოფებოდეს საპრობილეზე აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ჩვენ ვეცდებით რომ თუ რამენერად მოახერხებთ დავახმაროთ ამ კონკრეტულ პირს დიდი მადლობა გიორგი ბატონო მე მოხარული ვარ რომ ესეთი ინტერესი იყო თქვენი სამსახურისაგან აი ამ ტოლულების პრობლემატიკასთან დაკავშირებით იგივე ბატონი ირაკლი კაკაბაძისთან დაკავშირებით და გულწრფელად გეუბნებით ძალიან გამიხარდება თქვენ თუ იმ ფოცხოს კადრებს თქვენ საიტზე დაკიდებთ ჩვენ მაინც ვნახავთ რა არის იმიტომ რომ ასაწყობიან 40 წლის წინ აშენებული რაღაც კორპუსი არის დანჟღრეული რაღაც ჟანგიანის აშენებული კორპუსი შეიძლება ძველი იყოს მაგრამ ყოველთვის შეიძლება მისი ნორმალური მოიძონა თბილისში არაკეთებია და იქაც გააკეთებია მართლა საინტერესო იქნება თქვენი წარმომადგენლის ვიდეო მასალის ან ფოტო მასალის დათვალიერება მეც მაინტერესება მაგის გამო ნამდვილად ვერ წავალენ შორეზე და მეც რომ ვიცოდე რეალურად რა გაუკეთეს და რა მოაპირკეთეს უბრალოდ ისტორიის საინტერესო იქნება მადლობა მინდა გითხრათ რომ გვესტუმრეთ რომ თქვენი ეს განცხადებები დაუფიქსირეთ ჩვენს მაყურებელს მე როგორც გავიგე ხვალ სპეციალურ განცხადებას კიდევ ამზადებ და მახარებს გულწრფელად გეუბნებით რომ ხლა ვიღაცა მკითხვა რომ მათო გავაცია არისო საინფორმაციოში სივრცეშიო ტოქ-შოუებს რო აწყობსო და მახარებს რომ თქვენც ხართ აგერ და თქვენც მუშაობთ ნუ რა თქმა უნდა ვანჩიკასა და უგულავასთან ერთად ისინი ცუდს აკეთებენ ჩვენ კიდე შეძლებს დაგვარებთ ვთქვით დავაფიქსიროთ რომ ესე მოქცევა არ შეიძლება დიდი მადლობა რომ არსებობთ დიდი მადლობა რომ თქვენი წარმომადგენლები ყველა ესეც ხალხელებში ოპერატიულად მუშაობენ და მე ვფიქრობ სახალხო დამცველის ფუნქცია ეს არის და ყველაზე მთავარი ეს არის რომ პატრიოტულად შეასრულოთ თქვენმა ბიჭებმა მასზე დაგისრებული მოვალეობა და მახარებს თქვენი აქტიურობა. გმადლობთ რომ ვესტუმრეთ. ბატონი სახალხო დამცველი ყავდა სტუმრად და გველოდოთ მეორე ბლოკში ბატონი კახაკაციტაძე გვეყოლება. ძალიან მეცდებით გავარკვიოთ რა ხდებოდა 2 წლის წინ. აგერ მაქაქეს მცირე ომი, ძალიან ბევრი უცნაური და საინტერესო ფაქტები და დეტალები არის აქ აღბეჭდილი და მეცდებით ამ თემებზე ვისაუბროთ. რა ხდებოდა ჩვენთან 2 წლის წინ და რა მოხდება კიდევ მომავალში. დაგველოდეთ.